ჩვენ ვსაუბრობთ დიმიტრი უზნაძის შეხედულებებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება ხელოვნებას და მხატვრულ შემოქმედებას. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ უზნაძის ნაშრომზე ბავშვის ფსიქოლოგია, სადაც მან წარმოადგინა მოძღვრება ორი ტიპის ქცევის შესახებ, ექსტროგენული და ინტროგენული ქცევების შესახებ, სადაც ხელოვნება და მხატვრული შემოქმედება დააკავშირა ინტროგენულ ქცევათა ტიპებს და რომლებშიც წამყვან მოტივად აღიარა ეგრეთ წოდებული თამაშის განწყობა და ფუნქციონალური ტენდენცია. ჩვენ ამ საკითხებს უკვე შევეხეთ. ასევე ჩვენ დავიწყეთ საუბარი უზნაძის ადრეულ ფილოსოფიურ შრომებზე, სადაც იგი იხილავს სხვა საკითხებთან ერთად ესთეტიკურ საკითხებს და ჩერდება იმ საკითხებსაც, რომლებიც საინტერესოა ხელოვნების ფსიქოლოგიისთვის. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ დიმიტრი უზნაძის მიხედვით ფილოსოფიასა და ხელოვნებას საფუძვლად ედება საერთო დეტერმინანტი, რომელსაც ავტორი ადამიანისა და სამყაროს ამოცანის ან სამყაროს პრობლემის იდუმალებას უწოდებს. ეს არის, რა თქმა უნდა, წმინდა ეგზისტენციალური პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის რაობასთან, ადამიანის ადგილთან სამყაროში. უზნაძე აღნიშნავს, რომ ეს საკითხი ადამიანის პრობლემის საკითხი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ხელოვნებისათვის და იგი აი ამ პრობლემის განხილვის, უწყვეტი პერმანენტული განხილვის, შესწავლის თუ გაშუქების პროცესში მიმართავს არა ლოგიკურ აზროვნებას, როგორც თქვა ფილოსოფია, არამედ მიმართავს ხატებსა, თვალსაჩინო ხატებსა და წარმოდგენებს. ანუ იყენებს იმ აპარატს, იმ ინსტრუმენტალიას, რომელიც მისთვის არის არსებითი. დიმიტრი უზნაძე მიიჩნევს, რომ მხატვრული შემოქმედების შეფასებისას უნდა გათვალისწინებულ იქნეს მსოფლიო ამოცანის ეგრეთ წოდებული მხატვრული ეგრეთ წოდებული მსოფლიო ფარული ამოცანა. ან მსოფლიო საზრისის სამყაროს უნივერსალური აზრის განცდის სიძლიერე. ადამიანს პოეტად სწორედ ეს უნიკალური განცდა აქცევს, ვიმეორებ. მსოფლიოს ფარული ამოცანის განცდა. როგორიც არის ადამიანის ადგილი სამყაროში, ადამიანის რაობის ამოცანა და პრობლემა. როგორც ფილოსოფია, ასევე ხელოვნებაც არ შემოიფარგლება სამყაროს მხოლოდ თვალსაჩინო, გარეგანი ასპექტით და მის წიაღში არსებული ფარული აზრის გახსნისადმია მიმართული. ორივე მათგანი, როგორც ფილოსოფია, ასევე ხელოვნება, სამყაროს შემეცნებას, მსოფლიო ამოცანის ამოხსნას მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი უნიკალური ხერხებითა და მეთოდებით ახდენს. ხელოვანი მსოფლიო ფარულ არს წდება ლოგიკის დაუხმარებლად, უშუალო წვდომის, ინტუიციისა და განცდის დახმარებით. შესაბამისად, მხატვრულ ქმნილებაში უნდა ვეძიოთ ხელოვანის გარკვეული მსოფლშეგრძნება, როგორც ამ ქმნილების შინაარსი, გამოვლენილი გარკვეული მხატვრული ფორმების დახმარებით. ნარკვევში ბარათაშვილის ლირის მოტივები დიმიტრი უზნაძე ადამიანში არსებულ ორ ერთმანეთისადმი ანტიპოდურ საწყისზე წერს. პირველი აქტიური ბუნებისაა, გონებასა და ნებელობასთან დაკავშირებული ქმედითი ძალაა, რომელიც ადამიანის არსებით თავისებურებას წარმოადგენს და მას მკვეთრად მიჯნავს ცხოველთა სამყაროსგან. მეორე საწყისი პასიურია და საერთო ბიოლოგიურ გრძნობიერებას და შესაბამისად შეზღუდულობას, უძლურობასა და დროულობას უკავშირდება. გრძნობიერებას ან ხორციელებას წერს უზნაძე უკავშირდება, რაც არის შეზღუდულობის, უძლურებისა და დროულობის გამოვლინება. ორ ძალას, მაშ აი გონით სულიერსა და ბიოლოგიურ საწყისებს შორის მუდმივი ბრძოლაა და შეპირისპირება, რაც ადამიანის ფსიქოლოგიური ბუნების არსებისა და დრამატულ თავისებურებას ასახავს. ესე იგი, როგორც უზნაძე მიუთითებს, ადამიანის ძირითადი არსებითი თავისებურება არის ბრძოლა ორ საწყის შორის, გონით სულიერსა და ბიოლოგიურ საწყისებს შორის. ადამიანში აქტიური
აქტიური შემოქმედებით და პასიურ მატერიალურ ძალთა დაპირისპირება მსოფლიო ისტორიული განვითარების საფუძველია. აღნიშნული დაპირისპირება განსაკუთრებულ სიმძაფრეს გენიალური ადამიანის ფსიქიკაში იძენს და ვლინდება როგორც არარაობის გრძნობისა და მარადისობისკენ ლტოლვის ანტაგონიზმი. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ახლა და შევადაროთ ამ მოსაზრებას ფროიდის შეხედულება გენიოსის ფსიქიკაში არსებული დაპირისპირება ცნობიერ და არაცნობიერ ძალებს შორის, ინსტინქტსა და ინტელექტს შორის დაპირისპირება, რომელსაც განსაკუთრებული სიმწვავე გამოარჩევს ჩვეულებრივი ადამიანისაგან განსხვავებით გენიალური ადამიანის ფსიქიკაში. ტრადიციული შეხედულება, რომ გმირი სულის მაქსიმუმია, შეიძლება მიეწეროს შემოქმედ, ხელოვან ადამიანსაც, რადგანაც სწორედ მის ფსიქიკაში იძენს განსაკუთრებულ ინტენსივობასა და ძალას საერთო საკაცობრიო განცდები თუ იდეები. ბარათაშვილის მერანს უზნაძეს გრძნეულ გრძნობათა ან მიწიერი ბიოლოგიური საწყისის ძლევის სახით წარმოგვიდგენს. მერნის ჭენება ადამიანის შემოქმედებითი აქტიური საწყისის განთავისუფლების სიმბოლოა. ლექსში შემოღამება მთაწმინდაზე კი ხორციელი ამაოების დათრგუნვა არა მისგან აქტიური გაქცევითი და არა შემოქმედებით, არამედ ესთეტიკური ტკბობით მიიღწევა. გავიხსენოთ, მოვიყვანოთ ციტატა ამ ლექსიდან, ამ ციტატას გვთავაზობს თავად დიმიტრი უზნაძე ნაშრომში, ვინ მოგიხილოს, რომელ მყისვე თვისა ფიქრთა შვება არა იპოვნოს და არ დაიხსნას და არ დახსნას გულსა ვაება. ესთეტიკური ტკბობა განწყობის ფსიქოლოგიის ავტორს წუთისოფელზე, ყოფაზე, ამაოებაზე ამაღლებისა და განუსაზღვრელთან, უნივერსუმთან ზიარების სახით წარმოუდგება. ესთეტიკური ტკბობა თავისი არსით შემოქმედებაა და ესთეტიკური აღქმა კრეატულია. შემოქმედების პროცესში აქტიურადაა ჩართული არა მხოლოდ კრეატორის შემოქმედი, არამედ მისი აღქმელი რეციპიენტიც. უზნაძე ესთეტიკური ტკბობის პლატონისეულ განმარტებას გვთავაზობს და აღნიშნავს, რომ ის უწინარესად გრძნეულ გრძნობათაგან ან ბიოლოგიურ ვნებათაგან განთავისუფლებაში მდგომარეობს. დიმიტრი უზნაძე იხილავს შემოქმედებით ძალთა სტიმულირების საკითხსაც. მისი აზრით შემოქმედების იმპულსი და შემოქმედებითი ენერგიის წყარო ხელოვნების ნაწარმოებისა და მხატვრული სიმბოლოს ორმა ბუნებაში უნდა ვეძიოთ. ეს უკანასკნელი კონკრეტულიცაა და აბსტრაქტულიც. ზოგადიც. მაგალითად, ილია ჭავჭავაძის განდეგილი, როგორც მხატვრული სახე, არა იმდენად კონკრეტული ადამიანია, რამდენადაც აბსტრაქტულ ზოგადი და სიმბოლური. საზოგადო მხატვრული ნაწარმოები ერთიანი სიმბოლოა, გარკვეული შინაგანი აზრისა და მნიშვნელობის მატარებელია და სწორედ ამიტომაც იწვევს შემოქმედებით ძალთა აქტივირებას. სიმბოლო შემოქმედების იმპულსად, მის ძრავად იქცევა. უზნაძის მოსაზრებით, მხატვრულ ნაწარმოებთან დაკავშირებული ესთეტიკური ემოცია თავისი აქტიური ბუნებიდან გამომდინარე იმთავითვე შეიცავს აქტიურად კრეატულ შემოქმედებით ასპექტებს და მხატვრული შემოქმედების იმპულსად იქცევა. რეციპიენტი ერთიან შემოქმედებით პროცესში ჩაერთვის და მისი მონაწილე ხდება. როგორც ვხედავთ, უზნაძის მოსაზრება კარლ იუნგის ფსიქოლოგიური სკოლის შეხედულებათა ანალოგიურია. როგორც კრეაციისა და აქტიური შემოქმედების, ასევე რეცეფციის მხატვრული აღქმის შემთხვევაშიც სიმბოლოს აქტიური, მასტიმულირებელი ძალა ენიჭება. უფრო მეტიც, უზნაძის განმარტებით, მხატვრული აღქმა შემოქმედების აქტიურ პროცესებთან უნდა იქნეს დაკავშირებული, როგორც ამ უკანასკნელთა თავისებური სახე და ფორმა. დიმიტრი უზნაძე ერთმანეთსგან გამოყოფს ხელოვნების ესთეტიკურსა და ფილოსოფიურ კრიტიკას. თუკი ესთეტიკური კრიტიკა ხელოვნების ნაწარმოებში მახვილს კონკრეტულსა და ფორმალურ მხარეებზე აკეთებს, როგორიც არის მხატვრული ფორმისა და მეთოდების საკითხები, ფილოსოფიური კრიტიკა ხელოვნების აბსტრაქტული ან მსოფლმხედველობითი პრობლემებით არის დაინტერესებული. განწყობის თეორიის ავტორი იხილავს ილია ჭავჭავაძის განდეგილის მთავარ მოტივს. ადამიანის ხორციელ და სულიერ საწყისთა შეპირისპირებას.
თუ კი სულის არსებითი ნიშანი აქტივობაა, სხეულს პასიურობის ნიშანი გამოარჩევს. წერს უზნაძე. ადამიანის სულის არსი ნების ფენომენში, როგორც აქტიურ ქმედით საწყისში ვლინდება. ნებას კავშირი არა აქვს ადამიანის ფიზიკურსა და პასიურ, ან დროულსა და შეზღუდულ მხარესთან და აზროვნებისა და ჭეშმარიტებისკენ სწრაფვის იმპულსს შეადგენს. უზნაძე აღნიშნავს, რომ ადამიანის ნებას ესთეტიკური, ეთიკური და ინტელექტუალური ღირებულებებისადმი ლტოლვა გამოარჩენს. ეს არის ისეთი ღირებულებები, როგორიც არის მშვენიერება, მორალი და ჭეშმარიტება. შესაბამისად, ადამიანის ნება ესთეტიკურ, ინტელექტუალურსა და ზნეობრივ სფეროებში ვლინდება. ამავე დროს უზნაძე მიუთითებს, რომ ღირებულება ან იდეა მხოლოდ შეგრძნებათა და გრძნობათა ერთგვარი სინთეზია. მაგალითად, წერს იგი, სიკეთე ჩვენი გრძნობების ერთგვარი განწყობილებაა და მეტი არაფერი. ხოლო გრძნობა პასიურია, დასძენს იგი. მასალის მაღალ ღირებულებათა ეს პასიურობა ვოჭავს ნების აქტივობას და მას მკაცრ ჩარჩოებში მოაქცევს. სწორედ ამიტომაც ნება თავისი აბსოლუტური აქტივობით დამთავრებულ სრულყოფილებას ვერ წვდება, რაც ადამიანის არსებაში ძირითადი წინააღმდეგობის აღმოცენების პირობად იქცევა.